სულიერად გაზრდით, ყველანი ჯანმრთელად იყავით, სულიერად განვითარდით. ან სულიერი განვითარება მიიღეთ, რასაც ქრისტე გვასწავლის და გვეუბნება. არ შეიძლება რომ ადამიანი სამხრივად განვითარდეს. ადამიანი იყოს, უნდა განვითარდეს, სრულყოფილი უნდა იყოს. გახსოვთ თქვენ, ნათქვამია, იყველით სრულით რაცა მამაი თქვენი ზესათა სრულავს. პამდონეს მიღწევა უნდა ხეს, ძალიან მაღალი დონეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფალი მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ განვიკუროთ იმ უძლურებებისა, რასაც ვატარებთ ხოლმე. არ შეიძლება რომ უძლურება და სულიერი კნინობა რაღაცა იყოს ნორმა, ხო, როგორც არ შეიძლება რომ ბავშვთა ადამიანი ან ბრმა, ან კოჭლი, ან ასე ვთქვათ, იყოს ნორმა, ხო? ან ავადმყოფი იყოს ნორმა. სადღაც რომ შეხვიდე და ყველგან კოჭლები, ბრბები და რაღაც დაუშვათ იყვნენ დაზიანებული ადამიანები და ნორმალურ ჯანმრთელი ადამიანები შევიდეს, მათ მოუწყონ ბუნტი, მოუწყონ ასე ვთქვათ პროტესტი, მათ მოუწყონ ვთქვათ გააპროტესტონ და წინააღმდეგობა და მოუწყონ რაღაცა ასე ვთქვათ შინაგანი როგორც უცხო სხეული მარგინალიზაცია გაუკეთო, იმიტომ რომ შენ არ ახარ ჩვენნაირი, არ ახარ ისეთივე კოჭლი, ისეთივე ბრმა, ისეთივე ყრუ, ისეთივე რაღაცა არ ვიცი რა. და ამიტომ ჩვენში ანტიპათიას გძრავ, ამიტომ გახდი შენს კოჭლი, ბრმა, ყრუ და ასე შემდეგ. გახდი შენს ისეთი როგორც ჩვენ ვართ. ანუ ჩვენ ხატებაზე გადმოდი. იმის ხატებაზე კი ნუ გადახვალ. ის ვინ არის? ის არის მამა, ძე და სულიწმინდა. ქრისტეს ხატებაზე კი ნუ გადახვალ. გადადი ჩვენ ხატებაზე გადმოდი. და ჩვენ კომფორტულად ვიგრძნობ თავს და ამ შემთხვევაში შენც პრინციპში ჭყალებში კომფორტულად იგრძნობ თავს, იმიტომ რომ ჩვენნაირი იქნები და ჩვენნაიროს დაგიძახებ და ჩვენთვის არ იქნება დისკომფორტი შენთან ურთიერთობა. ბოლოს და ბოლოს ერთი ყრუ, ბრმა და მუნჯი ერთ ადამიანს როგორღაც შეადგენს, ხო? ეხლა მე ინვალიდობაზე, სულიერო ფიზიკურ ინვალიდობაზე არ არის ლაპარაკი, ეს ცალკე უძლურება და გაჭირვება და მათთვის ლოცულობთ. მაგრამ მე სულიერ სიყრუვეს, სულიერ სიბრმავე და სულიერ სიმუნჯეზე ვლაპარაკობ და სულიერ განუვითარებლობაზე, რომელიც ნორმად რო იქცევა, მაშინ უკვე უცხო სხეული გამოდის ადამიანი ნორმალური და ნევროზის სხვა არაფერი არის და ფსიქოზის თვალით ნორმალური და ქრისტიანული ქცევა არანორმალურ და წარმართულ საზოგადოებაში. ესე რომ არ მოხდეს ამისათვის ვერ იქნები შენ ორი ხატების მატარებელი, მამონასა და ქრისტეს ხატების მატარებელი. ვერ იქნები შენ ამას სოფლისა და ზეცის ქრისტეს მსახური ერთად. ამიტომ ერთი პრინციპი, ერთი მიმართულება, ერთი სულიერი კომპასი უნდა აერჩიო და თუ კი დისკომფორტს უქმნის სხვას, რა ვქნათ ახლა? მან ეკითხოს და ეცადოს რომ მან გამოასწოროს და ის გადავიდეს ღვთის ხატებაზე, ვიდრე შენ გადახვიდე იმის დამახინჯებულ ხატებაზე, ხო? და მსგავსებაზე. ღვთის ხატა და მსგავსად არის შექმნილი ადამიანი და არა შექმნილი არის რაღაც გამოვდებულ არსებად, რომელიც კიდევ უფრო უნდა გამოვდეს და დაკნინდეს და წარმართული ნეოწარმართი გახდეს და საკუთარი თავის დეგრადაციასა და თვითგანადგურების პროცესს დაექვემდებაროს, რომელიც მასში სხვის თვალში ღირსების მსგავს გრძნობას აღძრავს და თურმე სულიერების მაჩვენებელი ერთადერთი ის ყოფილა, რომ საკუთარი თავი გძულდეს, არაფერი არ იყო, განადგურებული იყო და საკუთარი უძლურებისა, დაკნინებისა, განუვითარებლობისა და ნაგავში გადასაგდებობის გრძნობა ჰქონდეს. ეს არ არის ქრისტიანობა. ეს არის დამდაბლება, ეს არის დამცირება და დაკნინება და გაუბედურება ხატებისა და მსგავსებისა ადამიანში. ამიტომ მეტად ქრისტიანობა მორჩილება და სიყვარული და არა მონობა და დაკნინება ადამიანის. ამიტომ მეტად უნდა განვითარდეთ. სულიერი მეტი ჭვრეთა გვინდა, მეტი სულიერი ოპტიმიზმი გვინდა. გაიღიმოთ, გიხაროთ, გიყვარდეთ, სულიერად გამთლიანდით. ამ ყველაფერი გიყვარდეთ ამ სამყაროში. ნუ რაպես ნუ დაუშავებთ, იცით ეს. არ დაუშავოთ არავის არაფერი და არც თქვენ არავინ არ დაგიშავოთ, არ განეკითხოთ, არ განსაჯოთ, არ დაუშავო მოყვას არაფერი და არც საკუთარ თავს. ლოცვები რო კითხულობ, ნანუ ჩვენ წოდებს ღვთის წინააღმდეგ, მოყვას წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგაც. გავარჩიოთ ეს რა არის და როგორ არის, ამას გაანალიზება უნდა. სამივე სიფრთხეში მონანიებაა საჭირო, რომ გამთლიანდეს ადამიანი, დანაწევრებული და ფრაგმენტიზირებული არ შეიძლება იყოს ადამიანი ერთგან ერთი, მეორეგან მეორე, მესამე და კაცმარიცის რამდენ ნიღაბს იცვლის თვითონ და თავის ვეღარა და იდენტიფიცირებს და გონია მე და ჩემი რაღაც ნიღბები, მე და ჩემი მეები, ასე შემდეგ, რამდენიმე მე
არ ვიცი n რაოდენობის, რომელთანაც ერთთან ერთია, მეორესთან მეორეა და ასე შემდეგ მესამესთან n რაოდენობის ადამიანთან n+1-ია კიდევ. ამიტომ ვეცადოთ, რომ ვიყოთ ისეთი, როგორც ღმერთს უნდა რომ ვიყოთ, ასეთი, როგორი უნდა ვიყოთ, თქვენ კარგად იცით სახარებაში წერია. უარყავ თავი შენი, აი ჯვარი შენი, შემომიდეგინ მეო ქრისტე გეუბნება და ისწავლეთ ჩემგან, ისეთი ხლას ხოლმე. ამიტომ ვეცადოთ, რომ ამას მივსდიოთ და ამას მივყვეთ. დავიმდაბლოთ ჩვენი თავი, დავიმციროთ კი არა, დავიმდაბლოთ, დავიკნინოთ კი არა. პირიქით, უარყოთ ჩვენი თავი და არა გადავაგდოთ ჩვენი თავი არარსებულ ანიგილაციაში და რაღაც სულიერ ქურაში, რომელიც გადაადნობს და ადამიანის მეორგანიზაციას მოსპობს და გააქრობს. ამას არავინ არ გეუბნება. განიღმტო უნდა თეოზისი ადამიანის განხრობა და არა გაქრობა და გაუბედურება და პიროვნების დეგრადაცია და პიროვნების თავის საკუთარი თავის ყველაზე უღირსა და უარგისად ჩათვლა. ეს არ არის ქრისტიანობა, რომ ადამიანმა შენი არსებობის და შენი სულიერების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი პარამეტრი იყოს, რომ არაფრად არ ვარგი ხარ და გასათელი გაუბედურებული ხარ. ეგ რა არის? ეს არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ქრისტეს ხატებასა და მსგავსებას მიემსგავს, შენი სულიერი ღირსება შეინარჩუნე, რაც სხვადასხვანაირ უთვალავ ფორმატში სხვადასხვა გამოვლენებას გამოიწვევს და განახებს და შენ საკუთარ თავს შეგაცნობის, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, უფალო მომეცი საშუალება შეგიცნო შენ, რათა შევიცნო ჩემი თავი და პირიქითაც შეიძლება მომეცი ხოლმე საშუალება შევიცნო ჩემი თავი, რათა შეგიცნო შენ. იმიტომ რომ მიკროკოსმი და მაკროკოსმი, ზეცა და ადამიანი ეს ერთი, ასე ვთქვათ, კავშირი, რაც უფალმა აჩვენა და მოვიდა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის. ამიტომ მინდა რომ დაგვესვათ და მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს ამ ჩვენი სულიერი ცხოვრების, ჩვენი ზიარების, ჩვენი დღევანდელი ყოფის კიდევ ერთი ნაბიჯი ყოფილიყო სიმღადებული ამ ყოველივეში და ბევრი კიდევ სხვა სათქმელს, რომელსაც აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრია სათქმელი და ამ ბევრ სათქმელს ზოგჯერ მე თვითონ იმ სათქმელის გაუფასურება და ანიგილაცია მოსდევს ხოლმე. ამიტომ რო არ გავაბათილო, რო არ გავაუბრალო ის რაც თქვი, ჯობია შემოვისაზღვროთ გარკვეული ტექსტის საზღვრებით და კონტურებით. და ვეცადოთ დავაფასოთ ის, რასაც სახარება გვასწავლის. ახალი ვინ რა უნდა ვთქვა? ის რაც წერია განმარტოთ, იმიტომ რომ წმინდა წერილი უცვლელი და აბსოლუტურად ფუნდამენტალურად შეუცვლელია. ის მხოლოდ სხვადასხვანაირად საღვთოს ჯულის ფარგლებში განმარტებადია. მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.